პროსახელისუფლებო ტელეკომპანია იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა 1 წლით აეკრძალა. პოლონელი ევროპარლამენტარის კშიშტოფ ბრეიზეს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებაზე თავის ოფისთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ბრეიზა ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ქართველი ხალხის გამარჯვებისა რუსეთის გავლენაზე, ავტორიტარულ რეჟიმსა და პროპაგანდაზე. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კშიშტოფ ბრეიზეს პოლიტიკური მრჩევლის ელენე მეტრეველის ინფორმაციით, იმედისთვის დაწესებული აკრძალვის გარდა ევროპარლამენტისგან გაფრთხილება მიიღეს რუსთავიორმა და პოსტივიმ, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში არსებული მედიის ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში იმედის ბედი შესაძლოა მათაც გაიზიარონ. Hello, I am proud. ვამაყობ, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში ჩემიერ შეტანილმა ცვლილებებმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და პრესის აკრედიტაციის განყოფილებასთან ერთად ჩემი ოფისის 5 თვიანმა შრომამ კონკრეტული შედეგები გამოიღო. ქართული ოცნების რეჟიმის მიერ კონტროლირებულ სამ პროპაგანდისტულ მედია საშუალებას, რომლებიც სულ უფრო მეტად ემსგავსებიან რუსულ ოცნებას, სანქციები დაეკისრათ და 1 წლით ევროპარლამენტში მუშაობა აეკრძალათ. ეს მხოლოდ დასაწყისია ქართველი ხალხის გამარჯვებისა რუსეთის გავლენასა და ავტორიტარულ რეჟიმზე პროპაგანდასთან ერთად. ჩვენ საქართველოს ხალხის გვერდით ვდგავართ და ვმოქმედებთ. ევროპარლამენტის მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან მალევე სანქცირებულ მედიას კიდევ ერთი ინფორმაცია წამოეწია, თუმცა ამჯერად კიშინიოვიდან. იმედს რუსთავიორსა და პოსტივის მოლდოვამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად აკრედიტაცია არ მისცა. ეს ის სესია, რომელსაც მაკა ბოჭორიშვილიც უნდა დაესწროს და სავარაუდოდ უკრაინულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართოს. იმედი, რუსთავიორი და პოსტივი თავიანთ თავს თავისუფალ მედიას უწოდებენ და შეზღუდვებს თავდასხმად აფასებენ. მედიაზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი უარი აკრედიტაციაზე. თავისუფალ მედიაზე ასიაფასებს მმართველი გუნდი მოლდოვის გადაწყვეტილებას. თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა და მოლდოვის ცენზურა დამოუკიდებელ ქართულ მედიას ასე შეაფასეს მმართველ გუნდში კიშინიოვის გადაწყვეტილება. სანქცირებული მედიის მხარდაჭერა საკუთარ თავზე აიღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. დაწესებული შეზღუდვებით გაღიზიანებული შალვა პაპუაშვილი დღეს კრიტიკულ მედიას დაემუქრა და პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესების კიდევ უფრო გამკაცრება არ გამორიცხა. თურმე ევროპარლამენტში არის უფრო კაცრი წესები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. კერძოდ საქართველოს პარლამენტში იცით, რომ ერთ-ერთი წესი არის, თუ კი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეთქვის, რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს ინტერვიუ. რა აღმოჩნდა ევროპარლამენტში? თურმე წინასწარი თანხმობა არის საჭირო რესპონდენტისგან. საინტერესოა, ვიფიქრეთ ამაზე. მეორე, როდესაც ირღვევა საქართველოში წესი, რა გვაქვს ჩვენ? სანქცია არის 1 თვით შეჩერება აკრედიტაციის და განმეორების შემთხვევაში 6 თვით. რამდენი ხით შეუჩერეს იმედს 1 წლით. ვაპირებ რომ ვიფიქრო, რომ შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში. სამწუხაროდ ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემგვარნება საბჭოთა კავშირს და ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, რომ ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, გააჩუმოს დამოუკიდებელი მედიის საშუალება და 1 წლით აუკრძალოს ევროპარლამენტის კედლების შიგნით საქმიანობა, მეტი არაფერია თუ არა მცდელობა, რომ გააჩუმონ სიტყვა. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდის მანძილზე განსაკუთრებით კარგად ვხედავთ, საით მიექანება ეს კავშირი და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, რომელმაც არაერთხელ დაგვემახსოვრა თავისი უსამართლო და უსაფუძვლო რეზოლუციებით, ახლა განსაკუთრებით გამოირჩა ცენზურით. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროსახელისუფლებო მედიისთვის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ დაწესებული შეზღუდვები ლოგიკურია. მათი თქმით, ეს არის პასუხი იმედის, რუსთავიორისა და პოსტივის უწყვეტ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. იმედის, პოსტივის და რუსთავიორის არ არის მედია, ეს არის რუსული პროპაგანდისტული საშუალებები, რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ასევე კრეფსითი დასავლეთის წინააღმდეგ. პირდაპირ რუსეთის საინფორმაციო ომის ინსტრუმენტები, რომლებიც ამ საინფორმაციო ომში თავის როლს ასრულებენ. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, დასავლელი პარტნიორების პოზიცია ევროპულ ინსტიტუტებში არ არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ადგილი. ამიტომ ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სამართლიანი, აბსოლუტურად ლოგიკური და ბუნებრივი. რა თქმა უნდა, როდესაც ემსახურები ივანიშვილის პროპაგანდას, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ყველა ელემენტი შენს იწევს ანტიდასავლური რიტორიკა, იწევს დასავლეთის ევროპის დისკრედიტაცია, ბრძოლა დემოკრატიული ღირებულებების და ნორმების წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ და ამ დროს რა თქმა უნდა შეუძლებელია ევროპამ და ევროპის კონკრეტულ მოქალაქეებმა ევროპარლამენტმა არ მიიღონ კონკრეტული ზომები პროპაგანდისტული საშუალებების წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ გაგვიფრთხილებია არა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, არამედ მათი პროპაგანდისტული
არხების წარმომადგენლებიც, რომ მათი ეს გზა, მათი ეს პროპაგანდა აუცილებლად მიიყვანდა მათ სანქციებამდე და შეუძლებელი იქნებოდა დასავლეთში მათ ჩაულებრივად გაეგრძელებინათ ოპერირება, მათ შორის იგივე ევროპარლამენტში თუნდაც საქმიანობა, ან თუნდაც ვიზიტების განხორციელება ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს ტელევიზიები აღარ არიან დიდი ხანია ტელევიზიები, ეს ტელევიზიები არიან ორგანიზაციული PR-ი, რომელიც ემსახურებიან ქართულ ოცნებას, მათ სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი შეხება არ აქვს საერთოდ. თავადვე ქართული ოცნების ამორჩევლები და წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ კი, ეს არის ჩვენი პირადი ტელევიზია, რომელიც ხალხს ატყუებს და რომელიც იცავს მოძალადეებს. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი საერთოდ რატოა, მე არ მესმის. მაშინ, როდესაც სტუდენტს აკავებენ უნივერსიტეტის კარებთან და ადამიანებს ქუჩაში ჩეცემენ და ჟურნალისტებს თავს ესხმიან, იმედის ტელევიზია საკუთარ ამორჩეულს ატყუებს, საკუთარ მაყურებელს ატყუებს და მალავს ძალადობის ფაქტებს. თემას გამოეხმაურა ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელიც ევროპარლამენტის მიერ იმედისთვის ერთი წლით საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღებამდე შეზღუდვების ინიციატორ ევროპარლამენტარებს ქშიშტოფ ბრეიზესა და რასაი უკნევიჩიანეს შეხვდა. მისი თქმით, იმედი კრემლის პროპაგანდისტული არხის Russia Today-ის ფილიალია და სანქციები მის წინააღმდეგ თავისუფალ მედიაზე ზეწოლად ვერ ჩაითვლება. ეს არის არხი, რომელმაც საკუთარ მაყურებელს დაუმალა ჟურნალისტზე თავდასხმის ამბავი. ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ვუთხარი, რომ იმედი საზოგადოებას არ უყვება რუსული ოცნების დანაშაულების შესახებ. ცვლის და ამახინჯებს რეალობას და დეზინფორმაციის საშიშ კამპანიას ეწევა ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. იმედი იყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც Russia Today და თუ Russia Today-ის პროპაგანდისტებს აკრძალული აქვთ ევროსტრუქტურებში მუშაობა, იმედი რითგან სხვავდება კრემლის სხვა რუპორებისგან. უახლოეს მომავალში ამ საკითხებზე ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებთ და ევროდეპუტატებთან ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე შევთანხმდით, რაზეც ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით. ამ სამი ქართული ტელეარხიდან ორი, იმედი და პოზიტივი უკვე არის სანქცირებული ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო. სწორედ ეს მედია საშუალებები არიან ნახსენები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგით მეორე ანგარიში, რომელიც საქართველოს შესახებ მიიღეს. სამივე ტელეარხი მოხსენიებულია როგორც ქართული ოცნების რეჟიმის დე-ფაქტო კომუნიკაციების დეპარტამენტი. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი პირების სანქცირებას. ანგარიში, რომელსაც საგარეო კომიტეტმა მხარი 5 მაისს დაუჭირა, პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ივნისში გავა.